გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ კომპონენტზე, რომელიც ბინის შეძენისას ფასზე და გადახდის პირობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. ეს არის ბინის გეგმარება და ჩაბარების პირობა. ხშირ შემთხვევაში დეველოპერები მარტივად გასაყიდი პროდუქტის მიღების მიზნით ცდილობენ პროექტი მაქსიმალურად მცირე ფართის ბინებით დააკომპლექტონ. თუმცა ამ დროს ნაკლებად ითვალისწინებენ მიზნობრივი მომხმარებლების მოთხოვნებს ბინაში ფართების ოპტიმალური გადანაწილებასთან დაკავშირებით. მომხმარებლები კი, რომლებიც ბინის შეძენას ოჯახთან ერთად საცხოვრებლად განიხილავენ, დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან დიდი ფართის ბინების დაგეგმარებას დეველოპერები ძირითად შემთხვევაში თავს არიდებენ. გამარჯობა. ასევე მნიშვნელოვანია ბინის ჩაბარების პირობა, რომელსაც მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შეყავს, რადგან ერთი და იგივე ტერმინის ქვეშ, მაგალითად მწვანე კარკასი, დეველოპერები დღეს განსხვავებულ პირობებს მოიაზრებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ გარემონტებული კონდიციით ბინის ჩაბარება ბაზარზე ნაკლებად აქტუალურია, რადგან დღეს მომხმარებლისთვის უფრო საინტერესოა ბინის დიზაინზე თავად იმუშაოს, ან ინტერიერის დიზაინერის ჩართულობით. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმართან, ინტერიერის დიზაინერთან თინათინ ძირკვაძესთან. თინათინ, მადლობა სტუმრობისთვის და პირველი ჩვენი კითხვა იქნება, რომელი ჩაბარების კონდიცია არის დღეს ყველაზე აქტუალური ბაზარზე? რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა, როდესაც პირობებს ეცნობა და რა კითხვები დაუსვას დეველოპერს? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. ყველაზე პოპულარული არის მაინც მწვანე კარკასის ფორმა, ასევე დეველოპერისთვისაც უფრო მომგებიანი არის მწვანე კარკასით ბინის ჩაბარება და მყიდველისთვის დროის მხრივ არის ძალიან მომგებიანი. თუმცა საქართველოში ეს სტანდარტი მწვანე კარკასი არ არსებობს და ყველა დეველოპერი თავისებურ პირობას გვთავაზობს. თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პირობები უფრო დეტალურად გამოვკითხოთ. მაგალითად, მწვანე კარკასში შედის ტიხრები, თუმცა რა ტიპის ტიხარი შედის, ეს კითხვა უნდა დაისვას აუცილებლად. ეს არის თაბაში რმუყაოს ტიხარი, ბლოკის განაშენებული ტიხარი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავარკვიოთ, რა სისქის ტიხრები არის, ხშირად არის ხოლმე შემდეგ პრობლემური თხელი ტიხრებით გაკეთებული ბინები. ასევე უნდა დავსვათ კითხვა, რამდენი ელექტროწერტილი არის გათვალისწინებული მწვანე კარკასის პირობაში და რამდენი წყლის წერტილი არის გათვალისწინებული. ეს ყველაფერი შემდეგ ძალიან დიდ გავლენას ახდენს უკვე თქვენი სარემონტო ბიუჯეტის დათვლის დროს და ჩვენ ხელს გვიშლის რაღაც დიზაინ გადაწყვეტილებების მიღებაში ასევე. ერთ კითხვას დავსვამ კიდე, ხშირად მწვანე კარკასი განსხვავდება ხოლმე გათბობის მილების ჩაყრა, ესე ვთქვათ, დეველოპერს. ზოგი ანთავსებს გათბობის მილებს, ზოგი არა. ამ კუთხით რა რჩევას უნდა ვიკითხოთ, არის თუ არა გათბობის მილები გათვალისწინებული, რამდენი გათბობის წერტილი არის გათვალისწინებული, იმიტომ რომ ზოგჯერ ცოტა აკლებენ ხოლმე რაოდენობაში წერტილებს და იატაკის მოწყობა არის თუ არა გათვალისწინებული, ეს უნდა ვიკითხოთ, მაქსიმალურად დეტალური ჩამონათვალი, ის ნაწილი, რომელიც უკვე კონტრაქტში იდება, ეს უნდა გამოვართოთ და მაგის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ და შევადაროთ ერთმანეთს ესა თუ ის პროექტი და ერთმანეთს შორის განსხვავება. აღნიშნული განსხვავებების დაჭერა და ამ განსხვავებების აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგჯერ გონია, რომ ერთსა და იმავე ფაზში ერთნაირ პროდუქტს ვიღებ და რეალობაში აღმოჩნდება, რომ ეს პროდუქტი განსხვავდება. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რა სურვილები და მოთხოვნები აქვს მომხმარებელს ბინის გეგმარებასთან დაკავშირებით და რა უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად დეველოპერმა, რომ შემდგომში ჯანსაღი გაგების ბინა მივიღოთ გასაყიდად და ასევე ერთ კითხვასაც დავამატებ, რა განსხვავება და რა სხვაობა არსებობს ხოლმე ამ მოთხოვნებში, როცა საუბარია საინვესტიციო ტიპის ბინაზე და საცხოვრებელ ბინაზე, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოთხოვნები და სამიზნეს სეგმენტიც განსხვავდება. ორივე შემთხვევაში უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გეგმარებას და პრაქტიკულობას, რადგან კვადრატული ღირებულების ფასი არის მაღალი. ყველა დამკვეთის მოთხოვნა არის, რომ ყველა კვადრატული მაქსიმალურად დაავითვისოთ და გამოვიყენოთ. ამიტომ დეველოპერებისთვის რჩევა იქნება, რომ ფანჯრები იყოს სწორად გადანაწილებული, ხშირად გვხვდება ხოლმე ბნელი კუთხეები ბინაში, რომელსაც შემდეგ გეგმარებაში ვერ ვითვისებთ და ოთახს ვერ ვამატებთ ამის ხარჯზე. კარგი ფორმის ბინები არის ხოლმე ვიწრო გრძელი ბინები, რომელიც ასევე ძალიან რთული არის დასაგეგმარებლად. საინვესტიციო ბინების შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, რა თქმა უნდა, ადგილმდებარეობას და იმას, რომ რაღაც პრაქტიკულად ცოტა ფართობში ბევრი ოთახი ჩაეტიოს. საცხოვრებელი ბინის დროს უკვე მეტ ყურადღებას აქცევენ ირგვლივ როგორი სარეკრეაციო ზონები არის, ყურადღება ექცევა განათებას, მზიანი მხარე უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს ბინა. ასევე შეიძლება უფრო პერსონალიზირებული ფართები კარგად გაიყიდოს და კარგად შევარჩიოთ
კიდე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას თუ როგორი წყობა აქვს საძინებლებს და მისაღებო თახს და კარგად განიავებადი სივრცე უნდა იყოს აუცილებლად. ზუსტად აი ამ განსხვავების გამო ახალმე, როცა მომხმარებელი მოდის და დეველოპერთან იწყებს საუბარს, რომ ერთ საძინებლიანი ბინა მინდა კონკრეტულ კვადრატულობაზე იწყებს საუბარს, ზუსტად მან ცდილობს ხოლმე დეველოპერი ჩაეძიოს რისთვის უნდა, იმიტომ რომ ის თუ რისთვის უნდა ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რომ შიგნით უკვე ბინის გეგმარება და თუნდაც რემონტი როგორ წარიმართება. ჩვენ კითხვა იქნება, რამდენად გაზრდილია მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან, რომ ჩართოს ინტერიერის დიზაინერი რემონტის საკითხებში და შეიცვალა თუ არა ტენდენცია მომხმარებლის მხრიდან, რომ მე თვითონ გავაკეთებ დიზაინს Pinterest-ის დახმარებით. ბოლო წლების განმავლობაში ბევრად უფრო კარგად არის ინფორმირებული მომხმარებელი და ნაკლებად ხვდება ის შემთხვევა, როდესაც თავისი ცდილობენ ინტერიერის გაკეთებას, რადგან დავარწმუნეთ უკვე მომხმარებლები, რომ ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა არ არის მხოლოდ კარგი რენდერების და ფოტოსურათების მომზადება. ყველაზე დიდი ნაწილი, რაც ინტერიერის დიზაინერს ევალება, არის თქვენი დროის დაზოგვა და თქვენი ენერგიის დაზოგვა. ინტერიერის დიზაინერი მუდმივად აკეთებს რემონტს, ანუ რაღაც პროექტი არის, რომელიც ყოველთვის რემონტში არის და მუდმივად გვაქვს განახლებული ინფორმაცია მასალებზე, რემონტის ტიპებზე, ანუ ინტერიერის დიზაინერმა უნდა მოგაწოდოთ ძალიან სწრაფად ის ინფორმაცია, რაზეც თქვენ შეიძლება რამოდენიმე კვირა დახარჯოთ და ძალიან დიდი რესურსი დაგჭიროთ იმის გასარკვევად. ბოდიშიო ჩაგერთვები რეალურად დღევანდელ დღეს უკვე დეველოპერი ზღუდავს მომხმარებელს და დაახლოებით 6 თვე ეძლევა სარემონტოდ, რაც და ამ 6 თვეში უნდა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. შექმნათ თქვენთვის საცხოვრებელი მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში და საკმაოდ რთული არის ხოლმე ამ ბიუჯეტი ცალკე სტრესი არის, რომ გადაწყვეტილებები მიიღოთ დასაწყისშივე ისეთი, რომელიც შემდეგ უკვე არ შეგიქმნის პრობლემას. ამიტომ დიზაინერმა უნდა მოგცეთ ინფორმაცია ყველა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მთელი რემონტის განმავლობაში დაგჭირდებათ და ეს უკვე კარგად იცის მომხმარებელმა და მეტი მოთხოვნა არის. მაგრამ მაინც მოგმართავენ ხოლმე Pinterest-ის ფოტოებით? კი, მოგმართავენ ხოლმე Pinterest-ის ფოტოებით და ამ დროს გვიწევს იმის ახსნა, რომ თქვათ რაღაც Pinterest-ის ფოტოს გადმოტანა თქვენ რეალობაში წარმოუდგენელია, რადგან ყველა ბინა არის ინდივიდუალური, როგორც ადამიანი არის ინდივიდუალური, მოთხოვნები არის ინდივიდუალური. ის განსხვავებაც კი, რომ ეს ფოტო, რომელიც მოგწონთ პარიზის რაღაც ბინაში, თბილისში როცა გადმოიტანთ თბილისის განათებაზე, თბილისის ცაზე, თბილისის ჭერის სიმაღლეზე, სულ სხვანაირი ვიზუალით წარმოიქმნება და არ იქნება იგივე ხასიათი, რაც თქვენ მოგეწონათ თავიდანვე, ამიტომ ნაკლები მოთხოვნა არის Pinterest-ზე უკვე. და ბოლოს, რაც არის საინტერესო, რა შეცდომებს უშვებს ხოლმე მომხმარებელი ინტერიერის დიზაინის შემუშავების ეტაპზე. და საინტერესო იქნება, შენი როგორც ინტერიერ დიზაინერის რჩევა, აი, როდის არის ყველაზე სწორი ინტერიერის დიზაინერის ჩართვა, რატომ და რა არის ის რჩევები, ვთქვათ, რაც უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ინტერიერ დიზაინერთან მუშაობის ეტაპზე, რომ ეს პროცესი ორივესთვის იყოს სასიამოვნო და რაც თავარია შედეგზე მომართული. ინტერიერის დიზაინერი უნდა ჩართოთ იმ მომენტში, როცა შეიძენთ ბინას. იმიტომ რომ პირველივე კომუნიკაცია დეველოპერთან უკვე უნდა იყოს პროფესიონალთან ერთად. ვთქვათ, ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც გეგმარების დასრულებას ცდილობენ დეველოპერთან ერთად და შემდეგ გადადიან ინტერიერის დიზაინზე. ეს უკვე შეცდომა არის, რადგან გეგმარების გადაკეთების დროს უკვე უნდა გავთვალოთ ის ავეჯიც, რომელიც გინდათ, რომ შემდეგ შეიძინოთ და პირველივე ეტაპიდან დიზაინერის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ბევრად უფრო რთული და ძვირია შეცდომების გამოსწორება და რაღაც შეცდომების ჩართვა პროექტში. დიზაინერები თავიდანვე ერთვებიან, აი პირველი დაგეგმარების ეტაპიდან გეცნობიან, კარგად უნდა დაათვალიეროთ მათი უკვე დასრულებული პროექტები, პორტფოლიო, კი, და უნდა გაეცნოთ კარგად დიზაინერებს. ბევრი დრო შეგიძლიათ ამაზე დახარჯოთ, იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი კომიტმენტი არის ერთი ადამიანისთვის თქვენი სამომავლო საცხოვრებლის მინიჭება და კარგად შეისწავლეთ ნახეთ მათი პროექტები, დასრულებულები. ძალიან დაგვეხმარება დიზაინერებსაც თუ შეარჩევთ ისეთ დიზაინერს, რომლის სტილისტიკა მოგწონთ, რადგან ყველას აქვს მაინც თავისი ხელწერა. ანუ გემოვნებაში თანხმობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კომფორტია ჩვენთვისაც, როცა ვიცით, რომ დამკვეთს იგივე მოწონს, რაც ჩვენ და უფრო მარტივად მიდის ხოლმე ეს პროცესი. შეერჩევის შემდეგ უკვე მეტი ნდობა, იმიტომ რომ რაღაც გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენ ბექგრაუნდში ვიღებთ, ყოველთვის აქვს ხოლმე რაღაც დასაბუთება და
მიზანი. ასევე ძალიან კარგი რჩევარი თქვენი კომუნიკაცია დიზაინერთან უნდა იყოს მაქსიმალური. ანუ ყველაფერი მოუყევით, რაც გაწუხებთ და მოგწონთ და გინდათ რომ მიიღოთ ბინაში, იმიტომ რომ ეს არის თქვენი საცხოვრებელი, თქვენზე უნდა იყოს 100%-ით მორგებული და თქვენ უნდა უკარნახოთ დიზაინერს რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ერთ კითხვას დავამატებდი, ხა მნიშვნელოვანი არის თუ არა ხშირად რა შეცდომა ხდება, ხო? ანუ დიზაინერს ესე ვთქვათ, დაკვეთას აძლევს მომხმარებელი და შემდეგ რემონტის ნაწილში ვთქვათ დიზაინერი ნაკლებად არის ხოლმე ჩართული. რომელი უფრო სწორი არის მიმართულება, როცა დიზაინერი არის, რომელიც ბოლომდე მიყვება ალბათ სარემონტო სამუშაოებს და ან თითქმის ნახევრდება დიზაინერის ფუნქცია თუ ბოლომდე არ მიყვება სამუშაოებს, რადგან რემონტის დროს ხდება უმეტესობა გადაწყვეტილებების მიღება. თან საქართველო არ არის ისეთი ბაზარი, სადაც ყველაფერი იყიდება. ის იატაკი ან ფილა, რომელსაც დიზაინის დროს შეგირჩევთ, შეიძლება უკვე ამოწურულია და ვეღარ შეიძინოთ 4-5 თვის მერე. დამატებითი შეკვეთაც გამორიცხული, იმიტომ რომ დროში ძალიან დიდი კი. ამიტომ იმ მომენტში გიწევს რაღაცების შეცვლა. კი, აი ეგრევე უნდა მიიღოთ ხოლმე გადაწყვეტილებები და დიზაინერი ბოლომდე უნდა გამოყვეთ ამ პროცესში, რადგან აი ყოველდღიური, ყოველკვირეული გადაწყვეტილებების მიღება გიწევთ. ბიუჯეტი ძალიან იცვლება ხოლმე თავიდან ვცდილობთ რაღაცები გავთვალოთ, მაგრამ რაღაცები არის, რასაც მეტი თანხა ჭირდება სამწუხაროდ რემონტის დროს და შემდეგ ამ რაღაცების გადაკეთება, შერჩევა, თავიდან დამზადება გვიწევს ხოლმე და აი ამ პროცესში ის პროექტი, რომელიც დიზაინერმა დაგიგეგმათ, რომ მიიღოთ საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა დაგეხმაროთ ისევ ის დიზაინერი, ვისი ნამუშევარიც არის. ერთი კითხვაც მექნება, რეალურად ჩვენ არ შევეხეთ ხარისხის კომპონენტს. ნახეთ, რაც ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ნელ-ნელა მომხმარებელი უფრო და უფრო იზრდება და უფრო მეტად უჩნდება მოთხოვნა ხარისხთან დაკავშირებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვთქვათ, აი დეველოპერთან თავი დაცულად რო იგზნოს. მხოლოდ იმით კი არა, რომ ვთქვათ, რამდენი წერტილი ექნება ელექტროობის, არამედ რამდენად ხარისხიანი პროდუქტი ჩაბარდება. აი ამ შემთხვევაში ვთქვათ, რა რეკომენდაციას და რჩევას მისცემდი, რა კითხვები უნდა დასვას? კითხვები უნდა დასვას, კარგი იქნება თუ ცოტათი გამოცდილან თავის მეგობარ მშენებელს ან ვინმეს დაეკითხება და უკვე მასთან ერთად იქნება კომუნიკაცია, რადგან ძალიან სპეციფიური კითხვები არის ხოლმე, რომელიც უნდა დაუსვათ, მაგრამ ესეთი მარტივი პირველადი კითხვები, რაც შეიძლება დაუსვათ, არის ტიხრის სისქე, აუცილებელია რომ ტიხარი იყოს სქელი და არ იყოს თხელი ტიხრებით გადაწყვეტილი ბინის დაგეგმარება. თაბაშირ მუყავსა და ბლოკს შორის მე თაბაშირ მუყავს ტიხრებზეც არ მაქვს პრეტენზია, არის ხოლმე კომბინირებული, ძალიან კომფორტული, როდესაც ძველი წერტილები კეთდება ბლოკით და დანარჩენი ტიხრები კეთდება თაბაშირ მუყავთი. ამ შემთხვევაში დაუსვით კითხვა, რამდენი თაბაშირ მუყავო გამოიყენება, ანუ არის პროფილი, შემდეგ ერთი ფენა თაბაშირ მუყავო, ან ორი ფენა თაბაშირ მუყავო. რა თქმა უნდა, ორის გამოყენების შემთხვევაში ბევრად უფრო გამძლე კარკასი გამოდის და ვთქვათ, შემდეგ უკვე თუ მოგინდებათ ტელევიზორის დაკიდება, ნახატების დაკიდება, აღარ ინერვიულებთ იმაზე, რომ ეს კედელი შეიძლება გაუძლებთ თუ არა, კი ბატონო. რაც უფრო მეტი დეტალი წერია ჩაბარების პირობაში, ძირითადად უკეთეს პირობებს გთავაზობენ ხოლმე და ვთქვათ, თუ წერია, რომ მილები იქნება ამ და ამ კომპანიის, ამ და ამ ქვეყნის, ბევრად უფრო კარგ ხარისხს ვიღებთ. თუ წერია, რომ ხო, ბრენდების დონეზე უნდა ეწეროს. ვთქვათ, ჩამონათვალი მაინც კონცერტს. რადგან თქვენ ვერ დაინახავთ იმ მილებს, ან თქვენ დაგხვდებათ უკვე მოჭიმული იატაკი და საერთოდ არ იცით რა მილებით დაგიქცელეს იგივე კედელში ელექტროობა, რა ტიპის ელექტროობის ადენები გამოიყენეს. უნდა ეწეროს ბრენდიც, უნდა ეწეროს კვეთიც, თუ არ წერია დაუსვით ეს კითხვა და დააკონკრეტებინეთ და უფრო ოფიციალურ დონეზე მიიღეთ პასუხები, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას უკვე დროის განმავლობაში. ანუ თქვენი ბინა რამდენად გაუძლებს დროს, რამდენად ნაკლები რაღაც გაფუჭდება, არის ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, რასაც ჩადებენ უკვე აი ამ მწვანე კარკასის დონეზე. და რამდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც ბინა დასრულებულია, რეალურად მომხმარებელი მიდის და ვთქვათ, მიღება ჩაბარება საწერს ხელს, ხო, რამდენად შესრულდა ეს სამუშაოები. აი აქ დიზაინერი უნდა ერთვებოდეს, ვთქვათ, მიღება ჩაბარების დროსაც, ხო, ალბათ სასურველია. კი, დიზაინ მონიტორინგი, დიზაინ observation არის ეგეთი ზედამხედველობა, კი ბატონო, დიზაინ ზედამხედველობა არის, როდესაც ვიბარებთ შეესაბამება თუ არა ნახაზებს შესრულებული სამუშაოები. ამ შემთხვევაში ვზომავთ კედლების ზომასაც, ვათვალიერებთ ელექტროწერტილებსაც, ანუ შეუიარაღებელი თვალით ცოტა რთული შესამჩნევია რაღაც განსხვავებები, რაც შეიძლება დაგხვდეთ. კონტრაქტში ხშირად წერია ხოლმე, რომ რაღაც 5-10 სანტიმეტრი შეიძლება იყოს ცდომილება. 5-10 სანტიმეტრი ჩვენთვისაც მისაღებია, თუმცა ხშირად
მაგალითად საქმე გვაქვს 40-50 სანტიმეტრ თვლილებებთან, რომელიც მე თუ რაღაც არ გვეტევა, მოგვიწევს ამ კედლის დანგრევა, თავიდან აშენება, რაც უკვე მომხმარებლის პირდაპირი ხარჯია და ვერც გაუპროტესტებთ დეველოპერს, რადგან თქვენ უკვე მიღება ჩაბარებას ხელი მოვაწერეთ. ამიტომ თავიდანვე ჩაიბარეთ დიზაინერთან ერთად ის პროექტი, რომელიც გინდათ რომ შესრულდეს. ბუნებრივია ტექნიკურ ნიუანსებზე დიზაინერს უფრო მეტი ინფორმაცია ექნება და უფრო გასაგებადაც აუხსნი მომხმარებელს, რას იბარებს, როგორ და რამდენად კმაყოფილი იქნება საბოლოო ჯამში შედეგი. კი. დიდი მადლობა თინათინ სტუმრობისთვის.